ხშირად მინახავს ბავშვები, რომლებიც მარტო დარჩენას ვერ ახერხებენ. სულ მუდმივად ჭირდებათ აი სოციალური ურთიერთობები და ხშირად მშობლებიც იღლებიან, თქვათ სკოლაშიც ვერ ახერხებს, ანუ უჭირს და აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოიქცეს თქვათ მშობელი. ისევ ქცევასთან მივდივართ ჩვენ რეალურად. რატომ შეიძლება რომ პირობითად ბავშვს უნდადეს მუდმივად სოციალური ურთიერთობები? რატომ შეიძლება ბავშვს პირობითად ყოველთვის უნდადეს გარეთ ხალხმრავალ ადგილში ყოფნა? შეიძლება მიჩვეული არის. გამტკიცებული აქვს ეს ქცევა პირობითად. მშობელს აღარ აქვს დრო იმისათვის, რომ ბაღიდან გამოიყვანოს ცოტა ადრე და დანარჩენი დრო ოჯახურ გარემოში გაატარებინოს ან მარტო. ისევ მივდივართ იმასთან, თუ რა მოხდა ბავშვის ქცევაზე, მანამ სანამ მსგავსი ტიპის დამოკიდებულება გაუჩნდებოდა მუდმივად სოციალური ურთიერთობების მიმართ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ. თუ პირობითად ახლა ორად შეიძლება დავყოთ ბავშვები, რომლებსაც სულ მარტო ყოფნა უყვართ და ბავშვები, რომლებსაც სულ უნდათ რომ გარეთ იყვნენ სოციალურ სივრცეებში. ამაზე სულის ფრაზა მახსენდება ხოლმე, რომ მაგრამ მხოლოდ წვრთნარას უსვამს თუბუნება მარუშველა. ვიღაცასთან და ბავშვებთან უბრალოდ არის ხოლმე, რომ მათი ბუნება, მათი რაღაც იდენტობა არის ისეთი, რომ ცოტა მარტოობისკენ მიდრეკილები არიან. ასევე არიან ბავშვები, რომლებიც თავიდანვე მიდრეკილები არიან მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობებისკენ. ბალანსი ნებისმიერ დროს შეიძლება რომ მშობელმა დაიცვას. ისე რომ არც ნახეთ ახლა როგორ შეიძლება რომ დაიცვას. მაგალითად განვიხილოთ кейსი, როდესაც ბავშვს არ უნდა გარეთ გასვლა და ძიძასთან უფრო მეტად სიამოვნებს ხოლმე სახლში გაჩერება დღის განმავლობაში.